პურის საცხობი ხაშურში ეს არის გზის პირა, აი ეს გზა იყო ოდესღაც მთავარი, რომელიც მიდიოდა რიკოთისკენ, გასასვლელი დასავლეთისკენ. ეხლა რა თქმა უნდა ცარიელია, იმიტომ რომ ავტობანია და იმით იმგზავრობენ ტურისტები, მაგრამ აი ჩვენ მაინც შევიარეთ ხაშურში და აგერ ვხედავთ საცხობს. ეს პური ღირს 90 თეთრი? ის 64 ლარი ღირს ერთი მეთქილი. გასაგებია. ეს ხელით გამოცხარი პურია. ანუ დაგაკლდათ ხო მომხმარებელი? სად არის მომხმარებელი გზაზე არავინ დადის? ხაშურელები არ ყიდულობენ პურს? რამდენი აქვს მეზობელი რომ მითხრა? ახლა დაზამთა ყველამ ფეჩი დადო. მარტო ეს პური გაქვს ხوانაერს არაფერი ადამიანი. სახლიდან გამოდივარ ვაცხობ. ვივარ ახლა წვილ არავინ მოდის და გავალ სახლში და დამირეკავენ გამოვალ. მივიდი ორ პური. რო რეკავენ მაშინ გაბრუნდი. აბა არავინ არის და რა ვქნა ვის მივიდო პური. აი მე რა ვქნათ? რა გავაკეთოთ, ვიყიდოთ პური, ბევრი პური ვიყიდოთ ზვიადისგან. იატაკი მოწესრიგებულია, უჟანგავი ზედაპირები არის, ესეც რა თქმა უნდა კარგი და სწორი არის. ვინაიდან ღია არის კარები და რეალიზაცია იქედან საკმაოდ ბუზები შემოდის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამის აღმოფხრა შეიძლება. ქალბატონთან მექნება თხოვნა, აი ამას მიმიქციეთ ყურადღება, ესეთი აბლაბუდები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ეს გამიწმინდეთ, თბილი საწყობია, კედლები გათეთრებულია. აბლაბუდებზე უკვე მივეცი შენიშვნა და ჩამოწმინდავენ აუცილებლად და აი კედლებიც დასასუფთავებელია და იმედია რომ დაასუფთავებენ აუცილებლად. ესა ოჯახია, სახლიდან გამომდივარ. ეს სახში დიახ, სახლის კი ბატონო. კი ბატონო, ამ ღუმელში ხდება გამოცხობა პურის, კიდე თბილი არის, ეტყობა საღამოს გვიან მუშაობენ და აი აქ კი ბატონო, აქ ხდება პურის განმოტანა, შემდეგში უკვე აქედან ხდება სტელაჟებზე გადატანა და გაგრილება პურის, იმიტომ რომ ცხელი პურის რეალიზაცია კი ბატონო არ შეიძლება. გასუფთავებულია და სუფთა არის საზელი აპარატი, ამოსუფთავებულია, გარეცხილია და ძალიან კარგია. ძველი პირსახოცები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საწარმოში და უნდა იყოს ჩვეულებრივი ტილოები, ლარიანი, ორლარიანი არ არის ძვირადღირებული და აუცილებლად უნდა გამოცვალოთ. ეს არის საპირფარეშო და სველი წერტილი ძალიან ცუდია, რომ დეზობარიერი არ არის, იმიტომ რომ იქ ფეხსაცმლის დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია. ჟარონებზე რა საცხობთ? არაფერს როგორ არ აცხობთ, ბატონო, აი ცხიმიანი არის სახლისთვის, ამხელა ჟარონებზე სახლისთვის რა საცხობთ? ეს ტილოები ყველა აბსოლუტურად უნდა გამოცვალოთ და ეს ბავშვი ტანსაცმელი და ასე შემდეგ უნდა გაიტანოთ და არ უნდა იყოს აი ესეთი ისინი, რა ქვია, ტილოები. შემწვარ გორცს რაზე ალაგებთ? არაფერდა მიაკეთო. თავისი სინებით მოდიან? საწარმოში აი ასეთი სიტუაცია გქონდეთ. აი ამის დასუფთავება ასე ძნელია? აი ბატონო, სახში ხوار ეს კამიც გადასაგდებია, ეს საბურავებიც გადასაგდებია, იქ საბურავებიც გამოსატანი და გადასაყრელია, იქაც იმდენი მტვერი და ნაგავი რო გაქვთ ისეც გასაცლელია, ეს აკუმულატორიც გასატანია და ყველაფერს უნდა მოწესრიგება. შეხედეთ რა მდგომარეობა აი აქ შეიხედეთ. ეს ხო საწარმოში გაქვთ. უნდა გაიტანოთ და გადავლოთ ამისთვის ბატონო, ჩემი მოსვლა სულ არ გჭირდება. კაი რა, სირცხვილია. მომხმარებელი რომ მოდის და პატივს გცემთ და თქვენ გაყიდულობს პურს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს პატივი უნდა ცეთ. კი ბატონო. პურის საცხობი გვაქვს. თონიერ და როგორც სახში ვერ შევდივარ, გამომაქ აგერავდივარ თელი დღე და ამით ჯამპურსა და ესეც აქ მიდევს რომ სახში. მერთმა პური გაჭამოთ და ღმერთმა შესაძლებლობა მოგცეთ და ბიზნესი გაგანვითარებინოთ, ოღონდ ხო შეიძლება რომ დალაგდეს და სუფთად იყოს ყველაფერი. ეს ხო რთული არ არის. აბლაბუდების ჩამოხსნას და იმ ტილოების გადაყრას რა უნდა? ეგა გასარეცხი გვაქვს, უნდა გავრეცხო. გასარეცხი კი არა, აი ბავშვის მაისური. აი ბავშვის მაისური. თანამშრომელმა მოიხმარა და ამით რეცხავთ ჭურჭელს. კაი რა. აი საზიზღრობა არ შეიძლება ასე და სირცხვილია, ლარის ეკონომია არ გეკადრებათ. არანაირად არ გეკადრებათ. კარგით, იქ გასაგებია. აი აქ მითხარით. აი ამ ეს პირსახოცი, რომელიც დამდნარია უკვე ხმარებიდან, აი ეს პირსახოცი. ფეხები ნამშრალები, პირნამშრალები, ცხვირნამშრალები, მაპატიეთ საჯდომ ნამშრალები, აქ უნდა იყოს პურის საწარმოში, რაზე უნდა მელაპარაკოთ?